ენერგიებში ერთხელ. რა ხდება ჩვენს თავს ახლა ტარო გითხარი? აქ მამაკაცის ენერგიებში ყოფება ქალბატონი, რომელთანაც აქვს კომუნიკაცია. ოღონდ ნახე როგორი მამაკაცია ეს მამაკაცი შეიძლება იყოს რაიმე თანამდებობის პირი. ან მამაკაცი, რომელიც ნახე რა ღრმა სიგნიფიკაცია, რომელიც ცოლიანია, მაგრამ ეს ადამიანი გრძნობს თავს მარტოდ. გაქვთ კომუნიკაცია ამ მამაკაცთან, გაქვთ სექსუალური ურთიერთობა ამ მამაკაცთან და ბევრი ფიქრის შედეგად ამ მამაკაცმა გადმოდგა თქვენთან ნაბიჯი. და დაიწყეთ ახალი ეტაპი ცხოვრების. აქ სამკუთხედია. ოღონდ ეს მამაკაცი მარტო გრძნობს თავს და თითქოს არჩევანი, როგორ რაღაცა იცი, არჩევანი აქ ამ მამაკაცმა კი ბევრი ფიქრის შედეგად შეიძლება ამასთან ადრე გქონდათ ურთიერთობა, მაგრამ ბევრი ფიქრის შედეგად ამ მამაკაცმა გულით სიყვარულით შენზე გააკეთა არჩევანი. აქ შეიძლება სამეგობრო სიტუაციაში შეხვდით ერთმანეთს, გაიცანით და გაღიარათ რა ამ მამაკაცმა ბევრი ფიქრის შედეგად. მაგრამ ეხა იცი რას ვფიქრობ? თითქოს შენ საზღვრებს იცავ ამ მამაკაცთან მიმართებაში კომუნიკაციაში, რომ აი არ გინდა რომ დარჩე მოტყუებული. შეიძლება წარსულში რაღაცა ცუდი ემოციები გქონდა ზოგადად ამ კაცთან დაკავშირებით და თავს მოტყუებულად გრძნობდით და ეხლა ყოველ შემთხვევაში ამას ვფიქრობ, რომ მე შევიცვალე, მე თავს არ მოვიტყუებ მომავალში და მინდა ასე ანუ ამოწმე მოდი ასე ვთქვათ ამ კაცის განახლებულ პოზიციაში მოსვლა შენს ცხოვრებაში გულწრფელობას. თუ იცანი შენი თავი, კითხოთ ტაროს, რით გაგახარებ სამყარო ერთი თვის განმავლობაში. გაუგებრობაში ხარ რაღაცაში. რით გაახარებ სამყარო? გოგონებო, როგორი რაღაცა, იცი, სტაბილურობით პირველ რიგში შემიძლია გითხრა, სტაბილურობით აქ შეიძლება მოგიწევთ საზღვარგარეთ მოგზაურობა, წასვლა, გადასვლა, სადაც რაზეც ეს მამაკაცი სხვათა შორის ძალიან ბევრს ფიქრობს. შეიძლება ამ მამაკაცთან ერთად გამგზავრება, ან ამ მამაკაცთან გამგზავრება მოგიწევთ, იმიტომ რომ ეს კაცი ძალიან ბევრს ფიქრობს, აქ დიდი ხანია შეიძლება აქ როგორი რაღაცა, იცი, ოჯახში სიყვარული არის შეჩერებული ამ კაცთან და ამან უკვე ეს გააცნობიერა, გაიღვიძა და ანუ თავის არჩევანიც გააკეთა რა, თავის არჩევანიც გააკეთა. უნდა ამ კაცს თქვენთან ერთად მშვიდი ცხოვრება, ანუ თქვენგან ვერ გავა ურთიერთობიდან. აი ეს ჯერ მაგაზე არაფერს არ გეუბნებათ. აი თქნარება დამეწყო.
ჯერ ეს მამაკაცი რაღაცა საკითხებს აგვარებს გადასვლასთან დაკავშირებით, შეიძლება ფინანსურ საკითხებს აგვარებს, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ აი რა მექნება, იქ საზღვარგარეთ როგორ მექნება და ამიტომ შეჩერებულია. იცოდე, ოღონდ ეს კაცი ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ არაფერს არ ამბობს. მაგრამ ძალიან ბევრს ფიქრობს ამაზე და მე გამოვა ეს ამბავი სხვათა შორის კი. აქ მეყურებს ქალი, ქურუმი, რომელიც გოგოებო, როგორი რაღაცა, აქ ცვლილება უნდა მოხდეს, ტრანსფორმაცია უდიდესი, ვისთან ხდება ეს ტრანსფორმაცია? როგორც ჩანს ორივესთან, ამ კაცთან უკვე მოხდა. აქ ცოლმა მესიჯები უყოვა, იცოდეთ. გოგოებო, ერთი წამი აქ მთელი ისტორიები გამიშალეს. ეტყობა ამ ქალმა უთხრა, რომ მე რამდენად მოგეცი შანსიო, გაიგე ამ კაცს. მაგრამ ეს კაცი არის ძალიან ორცეცხლშუა. გოგოებო, აქ იცოდეთ, რომ ცოლმა გაიგო ამბავი თუ არ იცოდა, იმიტომ რომ მესიჯები უნახა და ეს კაცი არის არჩევანზე. არც ამ სამკუთხედიდან უნდა გავიდეს, არჩევანი უნდა გააკეთოს, მაგრამ თქვენგან გასვლა არ შეუძლია. ფიზიკურად არ შეუძლია, ქალი უყვარს ამას. ვინ უყვარს? მე რა არეულია. ორი ცოლიც უყვარს, თქვენც უყვარხართ, ან ცოლი, ნახე, ცოლი უყვარს კი არა. აქ უყვარს ქალი, რომ რასაც უყვარს. უყურეთ, აქ თქვენ საყვარელი ვინც მიყურებს, იცოდეთ, რომ აქ თქვენ არ გეუბნებათ ეს კაცი, რომ ოჯახში პრობლემაა და რაღაცა კოლოსალური ცვლილებები უნდა გააკეთოს. აქ თქვენ ამას არ გეუბნებათ, რომ აუკრძალეს თქვენთან მოსვლა. აქ როგორი რაღაც გატყუებთ იმას, რომ აქ უნდა აი რაღაცა ბედის ბორბალი ისე დატრიალდა, რომ არ იცის რა იქნება მომავალში ამ კაცმა. გეუბნებით, აქ ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს. არა აქ ნებით თუ უნებლიეთ, არა? უდიდესი ცვლილება მოდის ამ წყვილში.
ჩვენ ინფორმაცია ქონდა რით გაგახარებს სამყარო თუ გაჩერება იყო ურთიერთობაში კიდევ ამბობ თუ ცოტა ხანი შეიძლება სტაგნაცია მოხდეს თქვენთან ურთიერთობაში იცოდეთ რომ ამას აქ ძალიან დიდი სანერვიულო ეს თქვენგან არ წავა უბრალოდ აქ თუ არ გამოვიდა სიტუაცია რა ვქნა გოგოებო ეხლა აქ არავინ დამიწეროთ შენ იმათი მომხრე ხარ საყვარლების მომხრე ხარ ცოლებს მე ვშლი ტაროს ინფორმაციას აწვდის სამყარო ჩემ გამტარობით ადამიანებს სასიხარულო რას ნიშნავს ხო ვიღაცისთვის ეხა შეიძლება ეს ცოლისთვის იყოს საწყენი ან ხანდახან არის ისე რომ საყვარლისთვის იყოს საწყენი ცოლისთვის სასარგებლო მაგრამ ამას ჩვენ არ ვწყვეთ სამყაროში არის თავის კანონები როდესაც ცოლ-ქმარ შორისაც თავდება კონტრაქტი როდესაც ვერ ხდება მათი გასვლა იმიტომ რომ მაგათ სხვა გზები აქვთ კიდე გასავლელი და სხვა კარმები აქვთ დასაფანასებელი ეხა ეს მოგწონს თუ არ მოგწონს ეს არის ესე ამიტომ ძალიან გთხოვთ, მე ვარ ინფორმაციის გადამცემი და ყველამ სწორედ გაიგეთ და მიიღეთ ინფორმაცია. აქ არის ის სიტუაცია, რომ აქ იდუმალ ქალზე დამოკიდებულია ეს ადამიანი და დიდი ხანი ელოდებოდა ამ ქალს, გაიგე? ამიტომ ამ ქალის განწასვლა არ გამოვა ამ კაცის გარა, აქ ესეთ რაღაცას მაჩვენებს, აქ ძალიან ნერვიულობს ეს მამაკაცი. ოღონდ შენ ვინც ხარ აქ საყვარლის ამპლუაში ამ წუთას, შენ ამას ეს არ გეუბნება, იმიტომ რომ აქ ამას აუკრძალეს, ან დაასრულე საყვარელთან, ან დაასრულე ჩემთან ეუბნება ცოლი. კარგი, მოდი ვნახოთ აბა, ეს გავიგეთ, რომ გამგზავრება, სადაც სტაბილურობა გელოდება და ეს გაგახარებს, მაგრამ შეხვედრა გექნებათ ასევე, სადაც მშვიდად იქნებით სტაბილურად, მაგრამ ანუ მაჩვენეთ ეს კაცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცოლსა და საყვარელს შორის, ვისთან დარჩება მამაკაცი. რას განაგებს? ოჯახში იწყებს ახალი ეტაპს. არა, გოგოებო. აქ დიდი ამბები მოხდება, რომ იცოდეთ რა, ვისიც არის ეს გაშლა. იცოდეთ, აქ ტალღა დაძრულია და მთელი ამბები იქნება ეს ახლა ორ დღეში არ დამთავრდება, მაგრამ აქ ეს ადამიანი ასრულებს უდიდეს ციკლს და როგორც ჩანს უკვე აი ნაპატიეთ რა ვქნავა, მაგრამ ვიღაცა მოიცა დავასუსტო კიდე რა, საზღვარგარეთ გადასვლა არის არჩევანს აკეთებს გულით სიყვარულზე ეს ადამიანი. საერთოდ სხვა გაშლა დავიწყე, სად წამოყვანა. ვისთან ასრულებს ეს კაცი ურთიერთობას, პარტნიორობას, სასიყვარულო ურთიერთობას, ვისთან ასრულებს ეს კაცი მაჩვენეს რა. ახალ ეტაპს სად იწყებს, სად? ცოლთან რჩება, ცოლს ირჩევს თუ საყვარელს? მაჩვენებ დედოფალი ახლა. ანუ ეს კაცი რას ეუბნება, იცი? მე პასუხისგებელი ვიქნებიო ოჯახსეო
და ჩემთვისო ძალიან ძვირფასია ოჯახიო და ოჯახური პასუხისმგებლობებიო. მაგრამ და შენ ძალიან ძვირფასი ხარო, ცოტა შეუნება ეხა ტატარო ყავდეს ის გეძვირფასება ხო თავისთავად, მაგრამ აქ ხალი ეტყვის რომ მე რა ვიცი დღემდე ვიტანჯები, გაბრაზდება, დაუფიქრებლად მოიქცევა, გააჩერებს ურთიერთობა, შემღალატობდი და ასე შემდეგ. მაგრამ ამ კაცს სიყვარულით, აი ემოციური სიყვარულით, ბავშვური სუფთა სიყვარულით უყვარს თავისი დუმალი ქალი, რომელიც ეხა ძალიან ნერვიულობს მაგის სახთან დაკავშირებით. მე არ მიხსნიან უკეთ ინფორმაციას ჯერჯერობით. გავიგე, მაგრამ საზღვარგარეთ გადასვლა როგორ მოხდება, მაშინ მაჩვენეთ ეს აბა. საზღვარგარეთ მიდის ეს მამაკაცი? თუ რას მეუბნებით? ფიქრობს ოჯახზე, ბავშვებზე ეს ადამიანი და იცის რომ ოღონდ რაღაცა უნდა შეცვალოს, ან ერთი უნდა დაასრულოს, ან მეორე. მერე ძალიან ამძიმებს ეს სიტუაცია ამ კაცს. ერთადერთი აზრი ის აქვს, რომ საზღვარგარეთ არის ჩვენი ცხოვრების ახალედების დასწრება და რა სიზავნო გადავტანჯე. ფიქრობ როგორ გადავდგა ჩემი ეს ნაბიჯი და ჯერ იცი რას ფიქრობს საყვარელთან ურთიერთობის დასრულებას მერე და მაგრამ გვაჩვენეს რომ გამორიცხულია არ შეუძლია თქვენგან გასვლა მაგრამ ოჯახში აქვს ყოფა ნადირები მე თავი ავიღება კარგი სამყარო რას ეტყვი ამ ქალს ვინც ახლა გვისმენს და ელოდება პასუხს ამ კაცზე და მის გადაწყვეტილებაზე ცოლსა და თავის პოზიციას შორის რა არჩევანს გააკეთებს ეს მამაკაცი ვინც ელოდება პასუხს ამ მამაკაცისგან რომ იცოდეს რა არჩევანს გააკეთებს ეს მამაკაცი არ იცის შენ უყვარ ხარ ზუსტად იცის ეს ოჯახს ატყუებს რომ არჩევანი ხარ მაგისი შენ და ცდილობს რომ მაქსიმალურად არჩევანზე დაყენებისგან თავი დაიძვრინოს ოჯახისგან უჭირს სოციუმის გამო გამოსვლა და უჭირს ასევე ამ ურთიერთობის შენთან დასრულება და რა უნდა იცოდეს ამ კაცის შესახებ ფიქრობს რომ შენ დაშორდები წახვალ ამ ადამიანისაგან და ფიქრობს რომ მისი მონათესავი სული ხარ ის იცოდე და რა შეგვიძლებს მე აი უკვე მეტი აღარ შემიძლია არ მიხსნიან ინფორმაციას და მოკალი რა მიყვებიან აქ ძალიან დიდი რაღაცა ღრმა ისტორია არის მინდა რომ კონკრეტული პასუხი მოგცეთ ხო ამ ხელა გაშლა გავაკეთე მაგრამ არა აი 19 წუთიანი გაშლა კარგი რჩევა ამ ქალბატონს მაჩვენეთ არ ვიცი რა რჩევა ამ ქალბატონს მაჩვენეთ რჩევა იმიტომ რომ ბევრი ხართ და ისნა რჩევა ვინც მიყურებს
ესეთი ვინც უყურებს რომ შენ რაზეც გიწევდა ამ ადამიანთან კონფლიქტი რაღაცა ახალზე რასაც დაატარებდი აწმყოში ძალიან მძიმედ შეიძლება ეს თანაცხოვრებას ეხება შეიძლება შენთან ცხოვრებას ან იმ კაცის საცხოვრებელს ეხებოდა რაც გემძიმებოდა და დაატარებდი აი ახლა ძალიან ფიქრობ რა გავაკეთო როგორ მოვიქცე აქ შენ გეუბნებია რომ შენ გაჩერდი რა რჩევა არის ის რომ თვითონ სამყარო შენ მარტო გონებით იფიქრე შენ უკვე ყველაფერი გაკეთებული გაქვს და ეხლა დადეგი და გაანალიზე ეს შინაგანი კონფლიქტები კი ნუ გაქვს რომ რა იმოქმედო რა არა არამედ გონება ჩართე და ცივი გონებით იფიქრე ნუ ბრძოლობ მოქმედების კუთხით შენ ამ კაცის მაგერ ეს თვითონ სამყარო ტრანსფორმაციაში უკვე ჩავარდნილი ყავს ეს ადამიანი ოჯახთან დაკავშირებით და ეს თელ გამოვლილ გზას აცნობიერებს და ანალიზებს მიუხედავად იმისა რომ ოჯახშია აქ ბედნიერებას ადამიანი მაინც როგორც ჩანს შენთან ხედავს და პოულობს უბრალოდ აცალე თუ ეს მარტო არის ეს კაცი ხო და განმარტოვება უნდა არ შეუკიკინო რო იტყვი ან დააცადე დაანებე თავი ეს თვითონ უნდა განახლდეს მაგრამ აქ ახალი ეტაპი დადგება შენ ცხოვრებაში რა ეტაპი დადგება შენი აღიარების და აი გაუგებარი სიტუაციიდან გამოსვლის, ემოციების ქარიშხალში ყოფნის, გაჩერებული სიტუაციების დასრულება ხდება, რომელიც არ ვიცის პოზიციაში გაგდებ და ამაზე მოგიწევთ საუბარი და რაღაცა ახალი ეტაპი იწყება შენს ცხოვრებაში, ეს ყველაფერი ყოველ შემთხვევაში უკან რჩება და ეს უკანის კაციც რჩება? არა. ეს კაცი შენ გვერდით არის, რომ ოჯახის მოტყუება, ვაი მე არ ვიცი, ხა მე ვარ უბრალოდ გადმომცემი ხალხო, ხა მე ჩემს აზრს აქ არ ვაფიქსირებ, მე ვკითხულობ და აროს არც მაქვს უფლება, რომ მე ჩემი სუბიექტური თუ ობიექტური აზრი დავაფიქსირო ამ თუ იმ სიტუაციაზე, ამიტომ მე ჩემი ადგილი ვიცი ეზოთერიკაში. აქ ეს მამაკაცი შენთან რჩება ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება ოჯახში ან ტყუილი დასჭირდეს ან ასე შემდეგ მაგრამ მაინც შენთან მოდის მაინც შენთან მოეჩქარება შეიძლება მოულოდნელად დაგადგეს და მიხედავთ შენ ძალიან გულიგტკივა რაღაცა მარტო ყოფნასთან დაკავშირებით რა ეს კაცი ყველა ვარიანტში მაინც მოდის და ის არის რა ქვია მოკლედ აქტოვებს მე აი რამდენჯერ შევუტრიალდი ხო მაგრამ თან საჯაროა თან ძალიან ჩახლართული თემა არის და რაც შევძელი რომ აი ამ მასშტაბურ გაშლაში კონკრეტიკა მომოწოდებინა თითოეული თქვენგანისთვის შევეცადე რომ მომოწოდებინა ზუსტად მე გავიგებ ეს გაშლა ვისი იყო თქვენი ლაიქებით და კომენტარებით მე გისურვებთ ქალურ ბედნიერებას თქვენი სულის სიხარულს და რა თქმა უნდა თქვენ სულში მზეს